სიღნაღში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ფასიანი გახდება. ტარიფის ღირებულება 1 ლარით განისაზღვრა და ძალაში თებერვლიდან შევა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით მოქალაქეების ნაწილს გადაადგილებისას შეღავათებით სარგებლობა შეეძლება. სკოლის მოსწავლეებისთვის კი მგზავრობა უფასო იქნება. ტრანსპორტის ფასიანი ხდება მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან. იქნება როგორც სტანდარტული ტარიფი, რომლის ღირებულება არის 1 ლარი, ასევე არის შეღავათიანი ტარიფი, რომელიც შეღავათიანი ტარიფი შეადგენს 50% არის შემცირებული სტანდარტულ ტარიფთან შედარებით. ეს შეღავათიანი ტარიფები ისარგებლებენ როგორც მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პენსიონერები, იძულებული გადაადგილებული პირები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სოციალურად დაუცველი, რომელთა ქულაც არ აღემატება 70,000, მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ოჯახის ქულები 150,000 არ აღემატება, ასევე მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები და აქაც ქულები განისაზღვრება 150,000 ქულის ქვემოთ. და ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში არის ასეთი IP, რომელიც ემსახურება მოსახლეობას, ვისაც არ შეუძლია უფასო სასადილოს ბენეფიციარები არიან და მათაც შეღავათიანი ტარიფით შესაძლებლობა ექნებათ, რომ ისარგებლონ. ხოლო რაც შეეხება მოსწავლეებს, სკოლის მოსწავლეებს, მათთვის არის ნულოვანი ტარიფი და მათთვის გადასახადი საერთოდ არ იქნება. ასევე სტანდარტული მინდა მივაწოდო მოსახლეობას ინფორმაცია, რომ სტანდარტული ბარათების, მგზავრობის ბარათების აღება შეიძლება TBC ბანკის სიღნაღისა და წნორის ფილიალებში, ხოლო რაც შეეხება შეღავათიანი ტარიფის ბარათების აღებას, უკვე შესაძლებლობა აქვთ ყველა სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მივიდნენ განცხადება დაწერონ და დაახლოებით 10 დღის ვადაში ადგილზე მივიღოთ ეს დამზადებული ბარათები და იქვე მოხდება ამ ბარათების გადაცემა, რომ არ დასჭირდეთ ცენტრალურ ბანკებში მისვლა ან სიღნაღის მუნიციპალიტეტში მოსვლა.